დაახლოებით 40 წუთი იყო გასული, როცა სენდი ისარივით გაქანდა გიჟური ყეფით და ბილიკის იქით ხეების სიბნელეში გაუჩინარდა. ავნერვეული. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ჩემი ძაღლი ველურ ბუნებაში სრულიად უმწეო არ იყო, მაინც არსებობდნენ უფრო დიდი ცხოველები, რომლებიც სიამოვნებით დააგემოვნებდნენ მას, თუ ზამთრისთვის საკმარისი საკვები არ ექნებოდათ. სენდის ყეფა შორიდან თანდათან მიწყდა და ბოლოს სულ გაუჩინარდა. კარში ჩამომდგარი საათობით ველოდი, თოფ მომარჯვებული, მზად იმისთვის, რომ ნებისმიერი არსებისთვის სული გამეფრთხობინებინა, რაც არ უნდა ყოფილიყო ის, რაც ტყეში მელოდა. საათობით ველოდი, სენდის სახლში დაბრუნებას. ველოდი სანამ მზის ხიბები ხეებს შორის გამოანათებდნენ. ველოდი სანამ არ დაღამდა. გარე კიბეზე ჩამომჯდარი, საკუთარ თავს ვატყუებდი, რომ ძილის უკმარისობა ვერ მერეოდა, რადგან იმედი მქონდა, რომ ჩემი ძაღლის დაბრუნებას შევესწრებოდი. სენდი დაბრუნდა, მაგრამ 3 დღის შემდეგ.